მებაღე დეკორატორობა არის მცენარეზე ზრუნვა, მოვლა პატრონობა, შესაბამის პერიოდში რა ჭირდება მას, რომ მივაწოდოთ სწორი კვება იქნება, რაც იქნება მოუვალოთ წყალი, თუნდაც გასხლა, ზამთარში დაბინავება, ეს ყველაფერი რაც მცენარეს ჭირდება უშუალოდ. ძირითადად მეურნეობაში წარმოდგენილია ვარდები, სხვადასხვა ჯიშის, როგორც ბუჩქები, ასევე ხვიარები, ჯუჯები, შტამპოვანი ვარდები, არა მხოლოდ ვარდები, გვაქვს ჟასმინები, ლავანდა, როზმარინი, ზეთისხილი, ნეკერჩხალი და კიდევ სხვა ბევრი მცენარე. მეუღლესთან ერთად ვართ ამ საქმიანობაში, თითქმის ყოველდღიურად ერთად ვართ, ერთად ვულით, ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჭირდება ჩვენ ვარდებს. დაინტერესება იყო თავიდან ეზოს სილამაზისთვის უბრალოდ, შეგვიქმნა საკუთარ ეზოში სილამაზე, რაც დავტკბებოდით მის ყურებით. მე შემდეგ გადაიზარდა ამ საქმიანობაში, ჩამოგვიყალიბდა უკვე მცენარეების ზრუნვიდან გამომდინარე ბიზნესად და შეიქმნა უკვე ჩვენი მეურნეობა. დაახლოებით 10 წელი ამ სფეროში ვართ უკვე, რასაც მეურნეობა ქვია, მანამდე ქონდა უბრალოდ მცენარეზე სიყვარული, სილამაზის შექმნა საკუთარი ეზოსთვის. ბავშვობიდან მოყვება მიწასთან ურთიერთობა. იქიდან უკვე ჩამოყალიბდა ბიზნესად, მიყვადა პროფესიით, წინა წელს დავამთავრე მებაღე დეკორატორობის კურსი გავიარე, სერტიფიცირებული მებაღე დეკორატორი ვარ. დამაჩენილია თქვა რომ ეზოს ვიზრუნებ ნებისმიერ მცენარეზე, აქ უშუალოდ მარტო ვარძი არ არის საუბარი, სხვა ბევრი მცენარის გვესმის უკვე. უშუალოდ ფოთლის ვიზუალით, კანის ვიზუალით ბავშვობიდან მოყვება ეს ურთიერთობა მიწასთან, მცენარესთან და აქედან გამომდინარე უფრო იმიტომ შევყევით ესე ღრმად ამ პროფესიას, რომ თავიდანვე მოგხდებოდა. თავიდან იყო ძირითადად ქართული სახეობები, რაც მოდებული იყო ყველა ეზოში, იყო საქართველოში თითქმის ყველას ჰქონდა ესეთი ჯიშები, რაც ვამრავლებდით, ისევ სილამაზისთვის, მერე წამოვიდა უკვე ბაზარზე შემოვიდა ახალი ჯიშები, ყოველთვის ემატებოდა. და მე ჩვენს ყიდულობით ვაგროვდით ეზოს სილამაზისთვის. მე უკვე საქმეში რო გადაიზარდა, ჩვენს დავიწყეთ მოძიება ახალი ჯიშების, რომ ხალხს აჭირდებოდა არის რა შეეძლოთ თავაზებინა სხვებისთვის, უკეთესი ვარიანტები. მე შემოდიოდა საქართველოს ჯიშები ემატებოდა, თავიდან შეიძლება ითქვას 15 ჯიშის ვარდი მქონდა, დღეს უკვე პირად კოლექციაში 500 ჯიშამდე ვართ ასულები. უამრავი ვაქვს. და იმაში გვაქვს სადაც 160 სახეობის ვარდი, რის სახელიც ვიცით უშუალოდ. და ესე რომ ვიყოთ, სადაც 250 სახეობამდე ვარდი გვაქვს, რომელიც სახელიც არ ვიცით. ფიზიკურად ძნელია ამ ყველა ვარდის სახელის გარკვევა, იმიტომ რომ 10 წელი ცოტა დრო არ არის ამ კოლექციის შესაძლებლად. ადრე არავინ სახელს არ იყენებდა ვარდებში, უბრალოდ მოწონდა და სილამაზე იყო და ეხლა ყველა სახელი აინტერესებს, შეიძლება ვარდის სილამაზით არ მოიხიბლოს, უშუალოდ სახელით მოიხიბლოს. 10 წლის წინ არ იყო ესე განვითარებული, ბევრს არ ქონდა ესეთი შესაძლებლობა, ესეთი მეურნეობები. ეხლა ბევრი არის ჩახედული ამ საქმეში, ჩართულია ბევრი, სამეგობრო წრე ყავს ესეთი. ყველა რაღაცა რომ ჩვენ გვიჭირს ან დრო არ გვაქვს, ჩვენ მივიდეთ ობიექტზე მოვაროთ, იმათ უშვებთ. იმათგან თუ შორს არის ობიექტი და ჩვენთან ახლოს არის, ჩვენ მივდივართ. ერთი მეორეს ვეხმარებით, ყავს კაი სამეგობრო წრე ამ მხრივ. რაც ერთმანეთს უზიარებთ აზრებსაც, რჩევასაც ვეკითხებით, რჩევასაც ვაძლევთ, ასევე ჩვენგანაც იღებენ, რაღაც გამოცდილებას ჩვენ წინათ განვიღებთ გამოცდილებას თავისთავად. მოგვართავენ ბევრ ხშირად, უშუალოდ ვარდებთან დაკავშირებით, დაავადებებთან დაკავშირებით, ბევრი ამ სფეროთ დაინტერესებული, შემოთავაზებებიც ბევრი გვაქვს, მაგრამ ფიზიკურად დრო არ გვაქვს, რომ ყველას ესე მივაქციოთ ყურადღება. ესე გვაქვს ობიექტები, სადაც ჩვენ გვაკეთებული ლამაზი დიზაინი შექმნილი ამ ვარდებით, როგორც არკები, ისე ძირითადად მიწაზე გაკეთებული ეს ყველაფერი. რასაც ჩვენ დღემდე ვულით მას, ყოველ კვირაში ერთხელ მივდივართ, უტარებთ შეწამვლას, პერიოდულად ვაძლევთ სასუქს, ვაფასებთ მის ყვავილობის პროცესს და ამ ყველაფერს ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ვარდებთან დაკავშირებით. ვარდობისთვის მაისის თვეს ეძახიან, მაისის თვეში იწყებენ ყვავილობას ეზოში. ჩვენთან სათბურში პირობებია შექმნილი, აპრილის თვიდან იწყებენ ყვავილობას და ადრე, გარე კლიმატთან შედარებით, მაინც თბილა სათბურში და ეზოში ჩვეულებრივად მაისის თვიდან იწყებენ, რაც გვაქვს სანერგეში ვარდები, გაზაფხულზე რომ დაიწყებენ ყვავილობას, წლის ბოლომდე გასტანთ ყვავილობა. გამორჩეულად ბევრი ვარდი ყავს, ედენ როუზია გამორჩეული ვარდი, მხიარა, Spirit of Freedom არის, ერთი სურნელოვანი ვარდი არის, ფერიც ესეთი აქვს, ჭრილის მოყვარული არის, სასწავლის სურნელი აქვს და ჩემთვის პირადად ვაფასებ Spirit of Freedom-ს. მხიარა ვარდი, რომელიც უარს ვერასდროს ვერ უტყვი, რომ მივიდე ვუსუნო იმ ვარდს და ესე ჯიშებით ბევრი ჯიში გვაქვს, რომელთაც ეზოში ვართ უკვე რაც არ გვაქვს და
ვამატებთ, რომ მრავალფეროვნება შევამატოთ და ბევრი ჯიშია ეს. ჩამოწდა რთული არის. ფავორიტებში Spirit of Freedom არის ერთ-ერთი საუკეთესო. ვარდი შექმნილია ეზოსთვის. შეგვიძლია გამოვიყენოთ ქოთანში, გქონდეს აივანზე და სახლში უშუალოდ ოთახში მცენარე ცოდვა არის ისტრესება, ვერ იღებს იმ მზის წყვილს, იმ ენერგიებს, რაც ჭირდება სრული ყვავილობისთვის, განვითარებისთვის. იდეალურია ღია გრუნტში როცა გვაქვს მცენარე, ყვავილობს კარგად, ენერგიას იღებს მიწიდან, შეგვიძლია ვიყოლოთ ასევე აივანზე გქონდეს ქოთნით, ან ჩვენ გადავეხმაროთ კვებით. რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც საჭიროა მისი ყვავილობისთვის. წამლებს რაც შეეხება, თითქმის ყველაფერი იშოვება, შეიძლება კონკრეტული წამალი არ იყოს, მაგრამ შემცველები არის ბაზარზე, ბევრი არის მაღაზიები, აგრომაღაზიები. არის წამლები, პრეპარატები, ბევრია უკვე შემოსული, ერთს თუ ვერ იშოვი, მეორეს იშოვი. ამ ხრივ ინსტრუმენტები მთავარი კარგი სასხლავი მაკრატელი იყოს, რომ მცენარე არ დაზიანდეს. ესეც იშოვება, აღარ არის უკვე ძველი დრო, რომ ერთს იყიდიდი და ვეღარ შოვლოდი. ახლა მეორე არის, თითქმის ყველა კუთხეში აგრომაღაზია, იშოვება ეს ყველაფერი და სირთულეს წარმოადგენს, ვინც მცენარე არ იცის, იყიდიან, დარგავენ, ხან არ რწყავენ და მერე მოდიან ჩვენთან, აი ვარდი გაგვიფუჭდა. მაგრამ რო კი ეკითხებით, მიზეზი რა მოხდა, მორწყეთ, არ ურწყავთ. რა თუნდა წყალი სომიწე იწვიმა და წვიმა მორწყავ, ჩვენ რაღაცა მიგეცა წყალი. ზოგი ზემოდან ასხავს წყალს უკვე ამვარ და თვითონ აავადებს. რომ ვარდი უნდა მოიწყას ფესვები. არა ფოთლები, ფოთლები შეგვიძლია 1000 ერთხელ დაუნამოთ ხოლმე იმ სიცხეში და უშუალოდ ფესმა უნდა მიიღოს წყალი, არა ფოთოლი. ის წყალი ზემოდან ფოთოლს უზიანებს, უჩნდება ნაცარი შავი ლაქა, ჭრაქი ესე რომ ვთქვათ. და ზიანდება მცენარე. არ გვაძლევს იმ შედეგს, გიან ყვავილობას რაც უნდა იყვავილოს. მე ჭირდება უკვე დახმარება წამლებით, ფუნგიციდით, ინსექტიციდით, აკარიციდით, კვებით ასევე, რომ იქნებ მოძლიერდეს მცენარე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იღუპება მცენარე. ეს არის სირთულე ჩვენთვის. შრომატევადი არის, მორწყვა ჭირდება, ახლა ჩვენ სიტუაციაში საკონტეინერით გვაქვს, რომ დაწყება ყოველ 2 დღეში ერთხელ უნდა მორწყვა. 1 საათბურის მორწყვა 3 საათამდე უნდებით, 2 საათბური გვაქვს პლუს ეზო არის. ესე რომ ვიყოთ თავიდან რომ დავიწყებთ მორწყვას, ბოლოში რომ გავდივართ, ისე მოსარწყავი გვაქვს. ძირითადად ყოველ დღე ფერება უნდა მცენარეს, ყოველ დღე ზრუნვა უნდა მას. ესე არ არის, რომ აი დავრგე და მორჩავსო. ყოველ დღე ფერება უნდა. პატარა ბავშვით არის რა, რომელსაც ზრდი. ყოფილა შემთხვევები, დილით რომ დაგვიწყდა საქმიანობა, 4-5 საათზე მორჩენილ ვართ ისე, რომ გვეგონა 12 საათი. არც საათი გვინახი არაფერი, რომ მიყვებით ხოლმე, რომ მოვჩეთ დავამთავროთ ერთი საქმე რაღაც კონკრეტული. ხან არის დილიდან საღამომდე ჩართულები ვართ, როცა მცენარეები ჩამოდის, დილით რომ დარგვას ვიწყებთ ხოლმე, საღამომდე ვმუშაობთ. არ ჩერდებით. ეს პერიოდულად არის ყოველთვის არ არის, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ყოველ დღე უნდა უკვე ზრუნვა. ვეგეტაციის პერიოდში როცა არის მით უმეტეს წყალი მოაკლდება, ფოთოლი ყვავილი ეწვება უკვე ის შედეგი აღარ აქვს. ვიზუალი ეკარგება და ამიტომ ყოველ დღე ჩართულები ვართ. სამუშაო პერიოდი სულ არის, ენერგიები ჩამოდის ოქტომბერი, ნოემბრის თვეში, შეიძლება დეკემბერში ჩამოვიდეს, ამას დარგვა უნდა, დაბინავება უნდა, მერე მოვლა პატრონობა ჭირდება ამ ყველაფერს. რო აპრილის თვიდან იწყება, ანუ ვარდი რო დაიწყებს ყვავილობას, ვიწყებთ ჩვენს გაყიდვებს. ჩვენთან ახლა სათბურში გვაქვს მცენარეები, იწყებენ აპრილის თვიდან, შეიძლება მარტის ბოლოდან დაიწყონ, ბოლო კვირიდან ყვავილობა და ჩვენი საქმიანობაც უკვე ყოველდღიურობაში გადადის სეზონის დაწყებისთანავე, როგორც ვარდი დაიწყებს ყვავილობას, ჩვენი საქმიანობაც უკვე ყოველდღიური ხდება. მე ფიზიკურად დროც არ აგვაქვს ხოლმე ხანდახან, რომ სადმე გავიდეთ, ერთი დღე რომ დავისვენოთ, იმის დრო არ გვაქვს. უკვე ყოველდღე აგვართ. ყოველდღე ვიღაც მოდის სახლში, ყურადღების მიქცევა ჭირდება, უშუალოდ კლიენტებზე მაქვს საუბარი და მცენარესაც თავისთავად ყურადღების მიქცევა ჭირდება. მამაბეზრებელი არ არის საქმიანი, რომ ქმნით განწყობას სხვებისთვის, ზრუნავთ სხვის ვარდებზე, ეზოში დარგულზე, რასაც ჩვენ უვლით და სხვას ვაბედნიერებთ ამით. პლუს ცნობადობა გაგვიზარდა, ქუჩაში ყოფილა შემთხვევები, რომ იცით მე თქვენგან შარშან ვარდი შევიძინე, ისე კარგად არის, უცებ გაუჩერები ვართ. იმათმა გვიცნეს, მომხმარებლებმა შეუქიათ. ბევრი ყოფილა ბაზარზე როცა გაგვიტანიან მცენარეები, ვინმე თქვენთან 2 წლის წინ ვიყავი ეზოში, ისეთი კაი ეზო გაქვთ, ქვეყანა ვარდი შევიძინე, იმ ერთმა სიტყვამ უცებ ქვეყანა რეალიზაცია მოუტანა. რეკლამა გააკეთა იმ ერთმა სიტყვამ ჩვენთვის. ცნობადობა აგვიმაღლა, პროფესიაში უფრო მეტი გამოცდილება შევიძინეთ უშუალოდ. და ახლა უფრო სხვა სიმაღლეზე ვართ, ვიდრე დამწყებები ვიყავთ. ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე უკვე, შეჩვეულები ვართ ერთ და იგივე, სადაც ვაკეთებთ ყოველ წელიწადს მეორდება ერთ და იგივე. ვამატებთ ახალ ჯიშებს და ინტერესის სფერო იზრდება ჩვენთვისაც.
ყოველდღიურ რუტინაში ოფიციალურად აღიარებულია სამსახურად, როგორც 9-დან 6-მდე მაგალითად ვალდებული ხარ მიხვიდე სამსახურში იმუშაო წამოხვიდი, ისი არის ჩვენთვისაც რა. დილით ადრე სათქმული უნდა დავათვალიეროთ, მერე ეზოს გადავხედოთ, სანამ სათქმულში ძალიან დაწყება. ერთ საქმეს იქ მოვჩერდით, მერე ეზოს ვაქციოთ ყურადღებას უკვე და ამის გარეშე უკვე ცხოვრება ალბათ რთული იქნება უკვე. წლები ამ სფეროში ვარ, დღე არ გვაქვს ჩაგდება. ყოველ დღე შეხება როგორც სცენარესთან იმას რომ მოშორდეთ და რთულია.